დრო გლობალურ ბიზნესზე ვისაუბროთ და ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ განცხადებაზე, რომელიც საერთოდ მოგვისმენია რომელიმე კომპანიის მხრიდან ბოლო 10 წლეულის განმავლობაში. ეს განცხადება გააკეთა მეტამ და ის უმიზნებს არც მეტი, არც ნაკლები 9 ტრილიონ დოლარიან კაპიტალიზაციას. ანუ მეტა თუ გახდება 9 ტრილიონიანი კომპანია, ის გახდება ქვეყნების რეიტინგში მესამე. ამერიკის და ჩინეთის შემდეგ იქნება მეტა თავისი მოცულობით იმდენად დიდი იქნება. ეს ნიშნავს, რომ 2031 წლამდე მეტა უნდა გაიზარდოს 6 მაგრად. ძალიან ამბიციური მიზანია, არ ვიცი ესეთი. მაგრამ შეიძლება Nvidia მაშინ 18 მაშინ Nvidia 18 ტრილიონიანი უნდა იყოს და Apple 20 ტრილიონიანი კომპანია ალბათ დაახლოებით. ასეთი გათვლით ზოგადად ანალიტიკოსები ისედაც კი ამბობენ, რომ მომდევნო 5 წელიწადში წესიდეს კომპანიები 7-8 ტრილიონს მიაღწევენ, ისედაც ეს რომ არც თქვა, მაგრამ მეტა მოკლედ დაასწრო ყველას და პირდაპირ ჩააცემენდა ეს ამოცანა თავის ძირითად სტრატეგიაში. საინტერესოა ისიც თუ რატომ ითქვა საერთოდ ეს რიცხვი, როგორც წესი, კომპანია არასდროს არ საუბრობს თავის კაპიტალიზაციაზე, ამას ქვია ბაზრის манипуляცია. მაგრამ თუ ამ კონკრეტულ რიცხვს მიაბამ კონკრეტულ ამოცანებს, KPI-ებს, მაშინ შეგიძლია დაასახელო რიცხვებიც და მოკლედ მეტას ხელმძღვანელმა მაშინ შეგიძლია манипуляცია. კი, манипуляცია გარკვეულწილად გამოდის, მაგრამ თან არ გამოდის, რადგანაც თავის მენეჯერებს, ტოპ მენეჯერებს, ტექნიკურ დირექტორს, გაყიდვების დირექტორს, ოპერაციების დირექტორს დაუწესა ესეთი მარტივი ამოცანა და თან საბონუსე სისტემა. თუ კი კომპანია ამ 9 ტრილიონს მიაღწევს, გარკვეული, ასე ვთქვათ, ვადების დაცვით, მაშინ ისინი მიიღებენ უკიდურესად დიდ ბონუსებს. საუბარი არის ასეულობით მილიონი დოლარის ბონუსზე, ამიტომაც ჩათვალეთ დღეიდან მოყოლებული მეტაში საერთოდ ყველა თანამშრომელი არის მოტივირებული იმისაკენ, რომ მათ ეს 9 ტრილიონი დოლარი როგორმე საფონდო ბირჟაზე დააფიქსირონ. ეს ცხადია ინვესტორებს მოსწონთ, როდესაც ჯგუფი ასეთი მოტივირებული და გამწარებულია, მარტივად რომ ვთქვათ, და თან აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ მეტამ უკვე ახალი მიმართულებაც ოფიციალურად დაასახელა, მათი თქმით, მეტას მთავარი შემოსავლის წყარო მომავალში აღარ იქნება სოციალები, ეს იქნება AI, cloud-ი, data ცენტრები და AI-ზე დაშენებული სოციალური ინტერაქციები. რანაირად გამოვა ეს და როგორ გამოვა და 9 ტრილიონს მიაღწევს თუ არა ეს კომპანია, ეს არ ვიცით. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ Metaverse-ის პროექტი მიახურეს წინა კვირას და დამარხეს და დაივიწყეს, ეს ახალი პროექტი გამოაცხეს. გამოვა თუ არა ეს არ ვიცით, მაგრამ ზოგადად Zuckerberg-ს შეგვიძლია ვენდოთ, რადგანაც ამ ადამიანს ცხოვრებაში არაერთი საოცარი მიზანი დაუსახავს და მიუღწევია კიდეც შეიძლება ამასაც. ამ გზაზე შეიძლება უფრო მეტი კონკურენტიც გამოუჩნდეს, სხვაებიც არ იქნებიან ესე. AI ბუმიც კი შეიძლება გაქრეს გარკვეულწილად და არაფერი არ გამოვიდეს, მაგრამ AGI, მერე ACI და მოკეთ. ან სოციალებს შეიძლება წავშალოთ ერთ დღეს გავიღვიძოთ და შეიძლება. კი ბატონო. შეიძლება მეტა 9 ტრილიონიან კაპიტალიზაციას უმიზნებს, მაგრამ OpenAI ამ შემთხვევაში ერთ-ერთ მიმართულებას, ასე ვთქვათ, Sora, გვახსოვს ჩვენ ეს მოკლე ვიდეოების შემქმნელი მიმართულება. ფილმებს დაასრულებს ეძახდნენ მაშინ. დახურვის გადაწყვეტილება მიიღო OpenAI-მ, ეს მიმართულება უნდა დახუროს. კომპანიის განმარტებით აღნიშნული ნაბიჯი ხარჯების ოპტიმიზაციის სტრატეგიის ნაწილია. OpenAI ითვლება ჯერჯერობით სტარტაპად, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი სტარტაპია. ჩვენ რო განმარტება ვიცოდი სტარტაპებისა, იმ განმარტებას 1000-ჯერ აღემატება ალბათ OpenAI, თუმცა მაინც ხარჯების ოპტიმიზაცია უწევს და Sora იხურება. როგორც ირკვევა, Sora-ს დახურვა OpenAI-ის ფართომასშტაბიანი გეგმის ნაწილია, რაც არახარჯ ეფექტური, ასე ვთქვათ, მიმართულებების დახურვას და ამ მიმართულებით ინვესტიციების განხორციელების შემცირებას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, Sam Altman-ის სტარტაპი წლის ბოლომდე საფონდო ბირჟაზე გასვლას გეგმავს და Sora-ს მსგავსი არამუნგებიანი წამოწყებები ახალ ინვესტორების თვალში კომპანიის რეპუტაციას აგრძნულად ამცირებს. დახურვამაც შეიძლება პრინციპში იგივე ეფექტი გამოიწვიოს, თუმცა ალბათ ჯობს OpenAI-ისთვის რაღაც ესეთი მიმართულებები მოიშოროს იქამდე, სანამ IPO მოხდება. ან შეეძლოთ უფრო ელეგანტური გზა ერჩიათ, უბრალოდ იმდენად გაეძვირებინათ Sora რომ მას აღარავინ გამოიყენებდა და მე უბრალოდ იტყოდნენ რომ აი ძალიან ძვირი ღირს და არ იყენებენ და არ მოუწევდათ იმის თქმა რომ დახურეს, რადგანაც სტარტაპის მე რაღაცის დახურვა ძალიან უცნაურია, ეს არ არის 100 წლის კომპანია. არ იყო ისეთი ასე ვთქვათ მიმართულება, რომელიც
ჩართო OpenAI-მ გაუშვა ეს მიმართულება და ამაზე არ საუბრობდა არა, პირიქით, ძალიან აგრესიული მარკეტინგი საუბრა, ძალიან აგრესიული მარკეტინგი ვიდეო გვინახავს ჩვენ სორათი გაკეთებული თანაც დამთავრდება Disney, რაღაცა მარველის სრულდება და ასე შემდეგ და მე რაღაც სოციალური ქსელების მიმართულებაც აიღო, თუმცა რეალურად გამოჩნდა რომ ამ მიმართულებამ არ იმუშავა და ამ 730 მილიარდ დოლარიანი საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე კომპანიამ ეს მიმართულება პრინციპში შეგვიძლია თქვათ რომ საბოლოოდ დაასამარა. წავა თუ არა კიდევ ან სხვა რამეს მოიფიქრებს რომ OpenAI მსგავსად სორასი არ ვიცით, ყოველ შემთხვევაში იქამდე სანამ IPO არ მოხდება, ალბათ ამ მიმართულებას აღარ გაეკარებიან. არ გაეკარებიან, ზედმეტად დიდი რისკია და არ უნდათ ახლა ბირჟაზე გასვლის წინ ასეთი რისკების აღება. ხო, AI-ის მიმართულებით რისკებს არ რიდება Amazon-ი, ჯერ დაანონსეს ლამის 200 მილიარდის ინვესტირება წლის განმავლობაში და გააგიჟეს ინვესტორები ამითი და ახლა საერთოდ ახალი სტარტაპი იყიდეს, Fauna Robotics-ი, რომელიც აწარმოებს რობოტებს, ცხადი AI-ით ჩაშენებულ რობოტებს, რომელთაც ადამიანის ფუნქციონალის შესრულება უწევთ. ჰუმანოიდი რობოტები არიან, ესენი მეგობრული რობოტები. საკმაოდ მეგობრულად და საყვარლად გამოიყურება ჩემი აზრით Fauna Robotics-ის მიერ შექმნილი Sprout-ი ქვია მას, ესეთი. სახელიც მეგობრულია, Optimus-ი არ დაურქმევიათ, წესავს გავსას Sprout-ი დაარქვეს. Optimus-ი რაღაცა შემაშფოთებელი სახელი რაღაცა სახში Optimus-ი რო დადის მეგობრულია რაღაც არავის შეაშინებს და სწორედ ეს არის გათვლა ის კომპანიონად არის გათვლილი ბავშვების მომლელად, დამხმარედ, მოხუცების ასე ვთქვათ ასისტენტად და ასე შემდეგ Amazon-ს საოჯახო ბაზარი ათვისებულია ისედაც იქ Roomba-ს რობოტებს ყიდის და ასე შემდეგ Alexa აქვს და ახლა უნდათ რომ რობოტებიც ვყავდეს სახში. ამას სხვათა შორის მეორე მიმართულებაც აქვს, რომელიც კომერციულ რობოტებს აწარმოებს, ოღონდ ისინი თამეთ ქარხანაში უნდა სამუშაო და ეს რობოტები ჩვენ სახლებში უნდა იყვნენ. მოკლედ თუ Bezos დაუჯერებთ, მას უნდა რომ ყველგან რობოტები იყვნენ. სამსახურებშიც, ქარხნებშიც, საწარმოებშიც და ახლა უკვე სახლებშიც შეიძლება ამან მართლა გაამართლოს, შეიძლება არაფერიც არ გამოვიდეს. განსხვავებით რობოტები, AI-ის გამოყენება კიდევ დავიწყებ, რობოტები კიდევ სხვა ამბავია. ბავშვს დაუტოვებ თუ არა რობოტს, ეგეთი შეკითხვა და გაჩნდება აუცილებლად. ის თქმა საკმაოდ რთულია ამ ეტაპზე, ერთი რომ გაბაგოს და გლიჩი დაემართოს, მე რა ვშვები. მე მგონია რომ მან პასუხები 99% იქნება. შეიძლება მეტი 99%. შეიძლება მეტიც იყოს, კი, რადგან რისკები კოლოსალურია და ბოლო-ბოლო ChatGPT დაუშვებს შეცდომას და წაშლი და თავიდან დააწერნებ, მაგრამ აი სახში რომ რობოტს დატოვებ, მან უკვე დიდად ეგ შესაძლებლობა არ აქვს. სახიფათო თამაშს ბავშვი დაარწმუნებს, რომ ეს კარგია და შეიძლება რობოტმა ბავშვის სურვილები გაითვალისწინოს. მოკლედ დღეისთვის შემაჯამებლად ბოლო ამბავზე გადავიდეთ. უკავშირდება ის ენერგეტიკული გიგანტის Total Energy-ის აღმასრულებელ დირექტორს პატრიკ პუიანემ CNBC-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ნავთობპროდუქტების გადამუშავების მარჟამ ისტორიულ რეკორდს მიაღწია, როგორც ამბობს მიუხედავად იმისა, რომ ირანთან ომის გამო კომპანიის წარმოება 15%-ით არის გაჩერებული. ნავთობის ფასების მკვეთრმა ზრდამ ეს დანაკარგი სრულად დააბალანსა. მეტი შემოსავალი მიიღეს მარტივად. ნაკლები პროდუქტი. ხო, პუიანეს თქმით, კრიზისის ყველაზე მეტად პროდუქტების ბაზარზე, კერძოდ საავიაციო საწვავზე აისახა, რასაც მომხმარებელი უკვე გრძნობს და სავარაუდოა, რომ ერთ-ერთი პროდუქტი, ასე ვთქვათ, და სერვისი, რომელიც გაძვირდება, იქნება ფრენები და პროდუქტი იქნება ავიაბილეთები, რომელიც გაძვირებასაც მომხმარებელი იგზნობს თუ რაღაცა და საჰაერო გზით გადაზიდული ამანათები მომენტალურად გაძვირდება. ლოჯისტიკა წესით უკვე გაძვირებულია, თქო, კომერციული მიმართულებებით. CNBC-თან საუბრისას პუიანე ყურადღებას ჰორმუზის სრუტის მნიშვნელობაზე ამახვილებს და ამბობს, რომ სოფლის მეურნეობის საგაზაფხულო სამუშაოების დაწყების ფონზე სტრატეგიული მონაკვეთის ჩაკეტვა პრინციპში, სადაც გლობალური სასუქების 30% გადის, არა მარტო მოკლე, არამედ გრძელვადიან რისკებსაც შეიცავს. ხო, ესეც ახსენებელია, რომ არა მარტო ნავთობისთვის არის მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე, სასუქები და ზოგადად საზღვაო მიმართულებით, რაც რაიმე პროდუქტები გადაადგილდება, ჰორმუზის სრუტე მნიშვნელოვანი, ამიტომ სასუქების გაძვირებასაც რა თქმა უნდა განაპირობებს და საგაზაფხულო სამუშაოებს ასევე უკავშირდება დიზელის საწვავი, მაგალითად, რომელიც აქტიურად მოიხმარება, ხო, ომის დროს ზოგადად დიზელი უფრო ძვირდება ვიდრე ბენზინი. სამხედრო ტექნიკა დიზელს მოიხმარებს. დიზელზე მუშაობს და საგაზაფხულო სამუშაოების დროსაც დიზელი გამოიყენება, ამიტომ სავარაუდოა, რომ საგაზაფხულო სამუშაოები წელს გაძვირებულ, ასე ვთქვათ, ფორმატში ჩაივლის, რაც საბოლოოდ მე პროდუქცია უკვე მომავალ წელს და მიმდინარე წელსაც აისახება ფასებში.